მოგესალმებით მეგობრებო, ბაჩო აქ არ არის, ბაჩო არის ამერიკაში და დღეს უნდა მოეხდინა ჩართვა, უნდა ჩაგვერთო. მაგრამ ამინდის ციკლონი არის. ბაჩო ძალიან საინტერესო მისიით არის. ხო და ჩვენ არ გვინდა ამ მისიის გამხელა და თავად წარადგინოს და რაც თავია ძალიან საინტერესო ჩართვის საყვარელი მეტად ჩართვის ობიექტი ყავს სუბიექტი რომელიც თქვენს მოგეწონება ნუკრის ჩვენ ძმას შეუსრულდა 40 წელი და ვიდა რომ აი ესე მიულოცოთ ჩართვა მაინც გავაკეთოთ რახან ჩაფიქრებული. Привет, გაუმარჯოს, როგორ ახართ, როგორ? შენ როგორ ახარ? გილოცავ ნუკრი გილოცავ დაბადების დღეს. გაიხარეთ. ძალიან მიყვარხართ. ერთად ამდენი წელი ვიბრძვით და აგრეთვე. აი 40 წელსაც რაც შემიძლია თქვა, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ჯერ იმ 7 წელია რაც ვარ პოსტივში და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ცხოვრებისეული რა და 40 წელს რაც შემიძლია თქვა, რომ აი ხომ არის რაღაცა ესეთი პერიოდები, როდესაც გააქვს რაღაცა ხან აღმავლობის პერიოდი, ხან დაცემის პერიოდი, აი ეს რაღაც დამშვიდების პერიოდი მაგ, აი დამშვიდებული ვარ, იმიტომ რომ ვიცი რომ ცხოვრება რაღაცნაირად კალაპოტში მოექცა რაღაცნაირად უკვე. თქვენ თუ იცით მეგობრებო, რატომ არიცით და მოგიყვებით. ახლა რატომ არის ნუკრი ჩვენი გუნდის წევრი. ეს არის მთლიანად ბაჩოს და ამ ჩვენი გურამის დამსახურება. ახლა რა მოხდა? გამოაჩინეთ რა ეს კაციც რა. ესე იგი, ეს მოვიდა ჩვენთან ეს კაცი. მოიყვანა ბაჩომ და გურიმ და მე დავიწუნე. თუ გახსოვთ თქვენ ბიჭებო. დავიწუნე, აქცენტი არ უარგა და დიქცია არ უარგა თქო და ეს გავკრებული იყო. ნუკრი ჯერტი, ცოტა ნირწავხდა და ამათ მომწეს რომ შეიძლება ესეც არისო, მაგრამ მოდი რომ კიდევ ერთხელ სცადე და ასე შემდეგო და ამის შემდეგ თვითონაც ძალიან მოინდომა და მე უკვე როცა გამოავლინა თავიდან ალბათ მე ვერ დავინახე და რომ გამოავლინა გახდა ჩვენი უსაყვარლესი გუნდის წევრი. გახსოვს ეგ გითხარ დიქცია არ გივარგა. კი, მე მქონდა კამერის შიში. ძალიან სერიოზული შიში მქონდა, საამდე შევეჩვეოდი კამერას და ენა მებმეოდა და მთელი ამბები იყო და მახსოვს ეგ ეს პერიოდი როდესაც რა კარგია რომ შევსდი და რა კარგია რომ ესე იგი ყოველთვის ცდილობდი აი უცხოებსაც ურჩევ რა რომ რაღაც დაგიწუნებენ არ ეძებოთ სხვაში პრობლემა რა საკუთარ თავში ეძებეთ პრობლემა და მართლა შეხედეთ კრიტიკულები იყავით საკუთარ თავის მიმართ. თორემ ეს გაძლევს რაღაცნაირად მოტივაციას მე შემდეგში რომ რაღაცნაირად გამოსწორდე და რაღაც შეიტანო შენი ისინი რა ქვია განმავითარებელი აიო მაგდავაძე რო გვაკრიტიკებს აიო მაგდავაძე ჩვენ მაგალითად ხوارბოდა საკუთარ თავში ვეძებ მონსტრებს ბაყაყებს მაგალითად რომელსაც ის გიწოდებს ხო ბოროტი ისაც რა ბოროტი არა მესმის ნუკრი რა თქმა უნდა ისეთი თვალი კარგი მოდი ცოტა ხანი დარჩი გინდა იყავი და ჩვენთან ერთად იყავი თუ გინდა თუ არ ქეიფობ ეს თავარი ამის გრინ თავარი ეხლა რა შვები ქეიფობ თუ მოდიხარ ესე იგი ვიქეიფე უკვე ვიყავი მეგობრებს და რაღაც არ გავხარ არ გეტყობა და ქეიფ არის რაღაც არ გავხარ დალიე ბიჭო თუ არ დალიე გითხარ დალიე რა დალიე ეს არის საუკეთესო გურის საუკეთესო შეკითხვა რა ჭამე და რა დალიე ვისკი დავლიე ხინკალი და კაბაბი ყველაზე მაგარი რაღაცა გაუკეთებია კარგი ხარაშო მაშინ გვიყურე შენ გეშტობებით დროებით გაიხარე ნუკრი აბა დროებით როგორც გაიხარე ხან ამ კაცს მეცის ხანახან აი სულად მოულოდნელად არ და მიჩვეული უნდა იყოს და რა ჭამე დღეს და ფიქრობ ბიჭო ხანახან რა ჭამე ძალიან მაგარი შეკითხვა არის რეალურად ჩაკაფული ჭამე დღეს მართლა კი და შემწვარი ქათამი ყვა ჩაკაფული და შემწვარი ქათამი არ იკლებ ხო არა ძმაო კარგი აგერ ვინც არ იკლებს კიდე ერთი გავუშვათ ნანუკა ჯორჯოლიანი ხუთიანი არის მიშა სააკაშვილი და როგორც კი ამის აღქმას კარგავენ იქ ლიდერები და გადაწყვეტენ რომ ხუთიანები თვითონ ხდებიან აი ეს იწვევს დისონანსს ჩემი აზრით ლიდერი უნდა იყოს ვინც იცის რომ ხუთიანი არის მიშა სააკაშვილი აი თინა ვაკუჩაო თინა იცის რომ ხუთიანი არის მიშა სააკაშვილი და ივან არ იცის ხაბეიშვილმა ხაბეიშვილმა პირველი იცოდა
არის იცი? არა, ხაბეიშვილმა მართლა იცოდა, მაგრამ ხაბეიშვილს რა ვერ აპატიეს ეგ ვერ გავიგე. მეც არ მევასებაო ხაბეიშვილს. გავიგე, მაგრამ კაცმა თავი გადადო ბოლომდე. კაცი არ დარჩა, ვინც არა, ვისაც თავი არ გაალახინა, ბოლომდე არის ბრძოლა. ყველაფერი უკადრებელი იკადრა, კბილები ჩაისვა, პალტოები გამოიცვალა. აი, ფსკერზე კიდე ერთხელ ჩავიდა, მოყვინთა ჩავიდა, მაგრამ ვერ მოიგო ამათი გული. ამათ თურმე უნდათ რაღაცა ურბანული ფაშიზმის გამო დაიწუნეს ოსკარ უაილდი უნდა ხო რა ვიცი მე ოსკარ უაილდი არა ტიპი დაიწუნეს იმის გამო რომ ქაჯია არა ცენტრალურუბნელი არის ქაჯია და ინგლისური არის ის ხო და ხო მარტა ის უნდა და ოსკარ უაილდი სვეცკობის განსახილება სოფლიოში არის თან მიშისტი გინდა იყო და თან სვეცკი ეგრე არ გამოდის მე თქვენზე გაგებული მაქვს ოსკარ უაილდს უთხრას ვიღაცა ქალმა მიიღებას თქვენზე გაგებული მაქვს როგორც გემოვნების და მოდის უზადო მწერალს და ეთქობა არა ვარ რომ თქვენ გაგეხართ გაგებული ჩემზე ეს რა ისეთი საინტერესო კალამბური ჩატარდა კიდევ ნანუკა ჟორჟოლიანი ანუ მე ვირჩევ 4-იანს იმიტომ რომ 4-იანში უფრო ხედავ იმ რესურსს რომ მიშა გამოიყვანოს ციხიდან არის ბლებ მამა ჩემა ზურიკო ჟორჟოლიანმა შემოხაზა 4-იანი და რომ გაბოგონდი, იმიტომ რომ ვერ მივხვდი 4-იანი და შემოხაზა. მითხრა რომ მეო ძალასო მიშას გამოყვანისო, ამ პარტიაში უფრო მეტად ხედავ, ეხლა ვიდრე 5-იანში და იცი რამდენი ადამიანი ვიცი ეგეთი? რომ მიშის, ანუ მიშას ამორჩევლები არიან, მაგრამ შემოხაზას 4-იანი. მამაშენიანა იდიოტები არიან ეგენი. ესე იგი 4-იანი არის, ის რა ქვია, ბოდიში გვარამია და მელია, ხო? და გვარამია და მელია რომელიც ეხა მიშას ყველაფერს აგინებს საერთოდ რაც შეიძლება გქონდეს ადამიანს ხო აი არ ვიცი ბოროტი ნაძირალა ყველაფერი ხარო და მიშა ეძახის რომ არათუ გამოყვანის პოტენციალი მიშა ეუნება რომ მოღალატე ხარო იმენა გალიმი ნომრიანი მოღალატე ხარო დუეტი აქვს ეხლა არა რა არის იცი რომ მიშას ბრალიც არის ჯერ თუ არ უნდა და ეს ძალა რომ გაფურჩნულიყო ეთქვა რომ ამათი დედავატი ლანძღვა დაეწყო მაშინ ეგრე არ არის და მესამე ნანუკა ჟორჟოლიანი 10% წაართვა ნაციონალურ მოძრაობას ევროპულმა საქართველოს და მე გამახსენებ ბოლოს რამდენი ქონდათ? არა მაგას არა ძალიან შეიძლება 4-იანმა 2028-ში 2% აიღოს ძალიან დიდი მნიშვნელობა შემახსენეთ რამდენ პროცენტზე დავიდნენ რომელ წელზე ამბობ აი ევროპული საქართველოს სად არის დღეს? ბოლოს 2%-ზე დავიდა არც კი. ძალიან კარგი. და შემდეგ ისინიც და რა ეს პასუხია? ანუ კი, პასუხია. ხო, ეგ ვერ გავიგე. არა, მე გავიგე, სხვა შორის. ევროპული საქართველოს არის. არა, ევროპული საქართველოს არის მართლა ჯადო თუ წყევლა და რატო? იმიტომ რომ ჩერგო ყავდა. თორე ჩერგო რო არ ყოლოდა, თან ჩერგოს გამოქონდა ყველა შიდა ამბავი, ინსაიდერული ამბავი. ეთერში მიშამ შულდაძეს ეჯდა და ლაპარაკობდა, რას ამ მაგჩატში არ იყავიო შენო. როგორ ჩვენ ერთად ხო მოვიფიქრეთ ყველაფერი. კი, მაგას წერდიო და ისინი ჩერგო იყო რომელიც გამოვიდა და გიგი უგლავაძე თქვა რომ სხვისი პროტეზი რო ნახოსო გვილებისო ჩაიდებსო და იტყვისო რომ ჩემიაო. ნუ ლანძღა ყველა ბოლომდე და ევროპული საქართველოს იყო თუ არ ვცდები 27 კაცი ყავდათ ნაცებს პარლამენტში და ამათმა 20 თუ 21 წაართვეს. ქონდათ თავის ტელევიზია, კეზერას დაფინანსება, ყველაფერი ქონდათ აბსოლუტურად და ჩერგოს და ბოკერიას წყევლამ მოახერხა იმდენი რომ განულდნენ და გახდნენ პოლიტიკური ბანკროტები. მოდი მეგობრებო, გია ბარამიძე ეს კაი კაცია და გავუშვათ. ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთის საწინააღმდეგო, ძალიან ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთის მიმართ ნათქვამი. ახლაც არ ვართ შეიძლება კარგად, მაგრამ თავარია საქმიანობაში ბატონი ჩართული. საქართველოს, ხო, გიხსნით. იცით რატომ გვარამია? გიხსნით ანა. თავარია გადავარჩინოთ საქართველოს და გადავდოთ უკანა პლანზე, შევეცადოთ, ეს არ არის ადვილი. მაგრამ ადვილი არ საქართველოს გადარჩენა არ არის, საქართველოს გადარჩენა კიდევ უფრო მეტად ძნელია და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს შეუძლია, რომ ეს დააყენოს წინა პლანზე და არა ის დაპირისპირება, გულში რაღაცა ბოღმა, რა ვიცი, რაღაცა შური თუ რა, არ ვიცი, რა შეიძლება კიდე ამოძრავებდეს ადამიანებს. შეიძლება მეგობრებო, ესე იგი ამათ გონიათ, რომ საქართველოს გადარჩენისთვის შრომობენ. და საქართველოს გადარჩენა არის ის, რომ მელია აღარ შეაგინებს სააკაშვილს და სააკაშვილი აღარ დაუძახებს მელიას მოღალატეს, მაგრამ მე რას ვიტყვი, იცი რომ მე ხა ეს არის ზეძალთა დაპირისპირება ერთი შეწვი მეორე მოხარშე, სულ ფეხებზე მკიდია ვინ არის ტყუანი და ვინ არის მართალი, ჩემთვის აპრიორი ეს ალიანსიც ეს ეგრეთ წოდებული ნაცმოძრაობა და თელისოპოზიცია ერთი ფეხებია.
აბსოლუტურად. და ძალიან მიხარია რა თქმა უნდა, რომ ესე დაპირისპირებას ვხედავ, თვითონ თუ რომ გაიყვნენ და დადგნენ და გაჩუმდნენ და დაიწყონ სუფთა ფურცლიდან, ეს არ შეუძლიათ. რატომ? იმიტომ რომ დაუმსახურებელი, ამბიციური, არ მინდა ხა ისე რაღაცა გასაგებია. ხო, იმების ჯოგია ეგ რა. და ბოდიში მანამდე ზეთა ჯოგი. თამარა ჩერგოლეიშვილს ვახსენებდით, ხო და გია ბარამიძე იყო თუ პეტრეცის კარიშვილი რო უთხრა რომ საცემი ხარო და საგინებელია. მოდიცემეო იმ შეთქვა. თუ რაღაცა ეგეთი იყო. არა, იმას ვერაჩერებენ რა ისე, ხო იცი ის ცხოველებს რო იმას ტრანკვილიზატორი. ტრანკვილო, ხო. ხო, რო იმიტომ დინოზავრის დოზა უნდა. ხო, იმას ხენის დოზა, ვერ გააჩერებ ისე. მე მინდა რომ დიდ ბორბალში შევიყვანოთ და გამოიმუშაოს ენერგია. ბოლოს რაღაცა სარგებელი მაინც. რაღაცა სარგებელი. ხო, დიდ რამოდენიმე მეგავატს გამოიმუშაოს. ერთ კვარტალს გაათბო. სუსხიან ზამთარში. მოდი გავუშვათ აბა ოპოზიციონერი რომელიც გახდა მილიონერი, რომელიც გახდა მილიონერი ოპოზიციაში. ხმების გაყიდვით და ღალატით და 1000 მაიმუნობით. შალვა ნათელაშვილი. გასარკვევი. ისინი ყოფილი თანაპარტიელებია ძირითადად და რა ვერ გაიყვეს, როგორ ვერ გაიყვეს, ეს რა ვიცი, მათი საქმეა და არ მინდა იქ ჩავერიო. ჩვენ უნდა გამოვიდეთ შემდეგი პრინციპიდან. ქვეყანაში რომ მართლა ძლიერი ოპოზიცია არსებობდეს, იქ დიქტატურა არ დამყარდებოდა. დიქტატურა ესეთი მყარდება, უცებ ოპოზიცია არ არის, ხო? და რაც არის, ესეთი ფრაგმენტირებულია და ერთმანეთს დარეული. ეს ძალიან ცუდი. ახლა ხშირად მომიწოდებენ და მეუბნება რომ ჩაუდექი სათავეში, შაკრიბე ფანჩატური, ისქენი რა ქვია, მეგობრებო, ესე არ არის, ისტორიას თავისი კანონები აქვს. დღეს უკვე პარტიებს შორის ბრძოლა კი არ არის, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის. დღეს ხელისუფლება ებრძვის ხალხს და ხალხმა უნდა მოიღოს ხმა და იმ ხალხს გაჰყვება და მისი ნაწილი იქნება ყველანაირი ოპოზიციონერი. ანუ ხალხს უნდა გაყვეს პოლიტიკოსი. ძალიან მაგარია. თუ ხალხმა სადმე რომელიმე ქვეყანაში გაიმარჯვა, პოლიტიკოსები რაც შეფეხება ჭირდება. კაროჩი, აი, ამასთან ყველაფერი ნათელია. რა ენაღლება ახლა შალვა ნათელაშვილს? არაფერი. აი, რამეზე სტოპია აქ. ბაჭორს არის ერთადერთი პოლიტიკოსი. მე სიტყვაზე გია ბარამიძეს თავისი ნიშა აქვს, ის ვინც ვახსენეთ პეტრეცის კარიშვილი, ანუ თავისი ნიშა აქვს, ეგენი არის მამალი ორთოდოქსი ნაცები, რელიგიური ნაცები შეგვიძლია და შალვა ნათელაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ვაფშე სტოპი არ აქვს. არანაირი მანევრის არ ეთაკილება. ვაფშე. შეუძლია ვიღაცას აგინოს და მე მივიდეს ფული გამოძალოს. და აღარ აგინოს. ოღონდ როცა შემოკვდება მე აგინოს ისევ. მაგი ხო იცი რატო დაიშალა აქ პარტია? ფული მივიდა ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქისგან, ამინა გვარდიასახელი არ არის ცოცხალის კაცი, მიუტანეს ფული. და ზუსტად იცოდნენ რაში მიუტანეს პარტიის წევრებმა. იცოდნენ ზუსტად რამდენი, რა ყუთში, სამომარის ყუთში და ასე და უჭირდა რა პარტიას. და შემდეგ გამოვიდა თითქოს არაფერი რა. მთელი ეს პარტიული დაფინანსება რაც მიიღო, სულ თვითონ აიღო ყველაფერი. ერთი ლარი საქმეში არ დაუხარჯავს რა. ხო მაგარია. და საკმაოდ ახალია. ვინას მოახმარა, იქ დათვიყავდა. მე ვიცი ვინ არის, თვითონ იმ კაცს აქვს ნათქვამი ჩემთვის რომ მე მივიტანე ეს ფულიო და მაგიტო გასკდა ეგ ამბავი რა. მაგიტო დაშორდნენ ეს ისინი. ვიღაცა გუგავას ცოცხალიან და თუ გუგავა მე მგონი მაგასთან არის შალვას. დარჩა ხო. არა, გუგავა დარჩა შატპერაშვილი და ის რა ქვია, შენ რო გეუნებოდა ის. ის ნათესავია. ხო და მაგას გეუნებოდა. ნათელაშვილია ეგეთი. შენ გეუნებოდა რომ შატპერაშვილი. ზაგანიაზეო. ისო ყარდაო ჭიჭკინათევზე ქონდა ნაჭამი. შეტო სულთახა. ხო და მეორეო ეძინაო, რატო? ეძინა. ძალიან მაგარი კაცი იყო. სად არის ხა ის? ხა რა ისტერიკაში იყო ბიჭო რომ ვერ ჩერდება. არა ვერ ჩერდებოდა და დამშვიდე მეთქი რა გინდა. აქ ამოსული შალვა რამიშვილი დადებს. იმის ხევზე დადი გური კარვარი ჯარც რო აგროვებს. ჯარც რო აგროვებს. იქიდან ამოსულა მოდენილა. ასე ხევ დაიარება. ხევ დაიარება. შენ რო გეუნებოდა ფული გაქო მოსაწები ბაღაზია დავკეტეო. კი არა ღია დავტოვე და თუ რამე დაიკარგე. ხალბატონი ბელა მოვიდა და რაღაცა მე სიგიჟე თქვა დამარტყა ხელიო თუ რაღაცა რა სისულელია. ის მეორე ქალმა თქვა. ხო მეორე ქალმა დავინახე რომ არა ნუ ბოლომდე პროვოკატორების სოფელი იქია და სარალთესაო. დოგვილი. დოგვილი სუფთა მიდაწყნის თან ბიჭო ჯერს ერთ დოგვილი ძალიან მაგარი ფილმი ჩემი ერთ საფორელი ფილმი არის როგორ არის იცი რომ ეს აგრესიაც როგორი იყო იცი რომ არ იყო ესე იგი მაინც ქართული აგრესია იყო ფიცლით რო არ ჩამქოლავდნენ ვიცოდი რა ის ვიღაცას ხო ქონდა რაღაც ეჭირა
მე ნუ ხო არმატურა, მაგრამ დააგდეს. ხო, არა, გასაგებია, კაცო. მაგრამ მე მოვიდა პოლიცია, ეგეც საინტერესო იყო ძალიან და მე ჩემზე იჩივლეს. ნუ ეს არის ერთ-ერთი ეპიკური გამოშვება აკრედიტაციის დოგვილი რა, ჩვეულებრივი ქართული დოგვილი. ხო და სხვაჩვენს ამან იმოქმედა, რატო იცი რომ სახში და ოჯახში და სანათლისაოში თუ ესეთია, ანუ შენ ხვდები მეთმან უკნას და საქართველოს რომ მისცე მაგას სამართლად რაც გამორიცხულია, რას დაამსგავსებს საქართველოს. აბა ბიჭო. მასატარი კი არა, გამას. მუშცა. კი ბატონო. გია ხოხაშვილი გაუშვათ? გაუშვათ. აი ძალიან საინტერესო არის სხვა შორს ამ ბოლო პერიოდში ანინა დარეიშვილის ვიდეოები ხდება TikTok-ზე, სადაც თითო users და მომხმარებელს ტაგავს, ეუბნება რომ მე სანთლით ვეძებ ადამიანს, ვინც ბაჩუახალაიამ შეავიწროვა და ვერავინ ვერ გამოდის, როგორ ვერ აკეთებს? ხო, დაუდგება ჯარი. ხო, ვერავინ ვერ ამბობს პირადად, ჯერ რა ჯერ პირადად ჯერ პატიმარს, რომელმაც ეს საშინელი წამება და სისტემური წამება და გაუპატიურება და ესენი გამოიარა რა ტელევიზიაში გამოვა და იტყვის რომ ისო ჯერ ეგ მე რა პირადად რას ნიშნავს ის არ ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს ეს არ იყო სახელმწიფო პოლიტიკა რომელსაც ის ახორციელებდა არა ვერ ხვდები ხო რა პირადად ვერ ხვდები რა პირადად ის საშინელი ციხე ის საშინელი ციხის გდანის ციხის ციხე სადაც ეს ხდებოდა მიუჯელი ტიპები რო ცხოვრობდნენ იქ ხო ესე ითქვის ციხეზე და კოშმარულად ცხოვრობდნენ ცხოვრება არ იყო ეს არის არსება გადარჩენა ბრძოლა გადარჩენისთვის იქ შკონკაზე ვერ დაждდებოდი ბიჭო დღე სიცილისთვის ისჯებოდი გცემდნენ ეგ ვინ მოიფიქრა თელ კამერას წემდნენ თელ კამერას რა თქმა უნდა ხო და რა ვიცი ისინი რო ყვებიან მორგზე მიბმული ადამიანი და რა კადრები გვაქვს დანახი კაცების სისტემური გაუპატიურების სისტემური წამების არ ვიცი და ეს რო გამოდის და ყოფნის ნამუსი ამ ქალბატონს ნამუსი ყოფნის და ამბობს ესეთ უტიფარ და სარგებლობს იმიტომ ქალია და არ დაუწყებ ხო ჭიდაობას ისეთ რაღაცაზე რაც აჩივიდნია რა აი ქუჩაში რო თქვი აჩივიდნი რაღაცაზე როგორ დაგელაპარაკო სინაგლეს და ვთქვათ კადრებას სჭირდება რა რაღაცა და ბოლოს გაიჩალჩა მაგის მანქანა ეხა რო გამოდის და ეს რო იძახის რო გადატრიალებას ვაწყობდი და ასე შემდეგ ეხა ხალხს აქ მათ შორის ნაცებსაც რა თქმა უნდა ხალხს აქ როგორი რეაქცია იცი რომ ბაჩოს მოწყობილი ბაჩო ახალაიას მოწყობილი გადატრიალი ხვდები რა არის ულებრივი კომპრომატია და ეხა ეს რა ქვია ყვაბლი უცეცხლოდ რა თქმა უნდა არ ჩნდება ხუხაშვილი ოპოზიციაზე ძალა არის ხალხში და ეხა ხალხის მხარდაჭერა თუ არ ექნა ოპოზიციას ნუ კაპიკია მათი ფასი მაშინ და ხალხის მხარდაჭერა დღევანდელ ვითარებაში მხოლოდ დიალოგით მოიპოვება იქნება საბოტაჟი ქვისროლა იქნება ქვისროლა მაგრამ უნდა გადატეხონ ეს 2011-ში ჩვენ ქვებს გვესროდნენ განა არ გვესროდნენ მაგრამ გადავტეხეთ აქედან გამომდინარე თქვენი ჭირიმე რა რკინის ქალამნები ჩაიცვით ხალხში წადით რა ხალხში წაი და არ შემოხვიდეთ სახში დავაჩეროთ ეხა ეს იდიოტი რას ამბობს ეს ბებერი იდიოტი რომ ეს უნდა წავიდეს ხალხში ეს არის ხალხში ავტორიტეტული ან ვინ არის ავტორიტეტული ხალხში გეხოცები აი ვაშაძე უნდა წავიდეს ხალხში ოკერია უნდა წავიდეს ჩერგო უნდა წავიდეს ხალხში აი ხა მელია დაჭერილია თორე მელია ხო არა გვარამია უნდა წავიდეს კახეთში მაგალითად კახეთში ხო და მოუწოდოს დიდი სოციალური კაპიტალია და სიმბოლო არა სამეგრელოს აბსოლუტურად იგივეა დარწმუნებული ესე უნდა დაინაწილონ რა ხო რა ვერ გავიგე ვინ უნდა წავიდეს აი გირჩი უნდა წავიდეს ამერიკის იუტაში არა ოკუპირებული ტერიტორიების მიდამოებთან იუტაში გირჩი ჯაფარიძე არის აბსოლუტურად არაქართული ჰაბიტუსის, ანუ სოციალური ჰაბიტუსი ვამბობ რა. სად უნდა მივიდეს, რა ხალხში უნდა გავიდეს? მე ისეთ ხალხი არ ვიცი, რომელშიც ეს ტიპი შეიძლება წავიდეს გირჩი. ისეთ ხალხი არ არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე. შავა, ვერავინ ვერ. თუ წავა მორმონებში კი ბატონო. სახალხო ლიდერი არ ყავს, სახალხო კი არა. ნაროდნიკის რა, ლიდერიც არა, ან ნაროდნიკი, რომელიც კი, რომელზეც შეიძლება ფიქრობდე, რომ აი ახლა რა პოპულისტია, მაგრამ იტყუება რა. რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი ეტყვის, რომ მოდი ამას მაინც რაღაცა დაველაპარაკებ. მოდია ბიჭო, კანიბალების ქცევები. აი მე გეტყვი, უნდა დაინაწილონ რეგიონები. გვარამია უნდა წავიდეს კახეთში. გირჩი უნდა წავიდეს
გორთან საზღვრისპირა რეგიონებში, იმიტომ რომ მას და ქაცარავას ძალიან კარგი გამოცდილება. მენაპირე ერისთავია. მენაპირე ერისთავ ქაცარავა ხო გააგდეს ერთხელ. კი. გვიქნებ. ერთხელ კი არა, შენო სულელი ხო არა გარო. ეგ მაგალითად კიდე სად შეიძლება? აი ეს თბილისში გაიაროს ხაბეიშვილმა ცენტრალურ უნებში. ხაბეიშვილი ცენტრალურ უნებში. ხახდა ელაპარაკოს. ნენსი ოლანდი სადმე? ნენსი როლანდი. როლანდი, ილია გლონტი. ეგ არ ვიცი. ილია გლონტი როგორ კაკუნის შიშირო. ხო, მაგარი კაცია. სადმე? ხო, არ ვიცი. წარმოდგენა არა, მაგრამ აი სად შეიძლება რომ ესენი წავიდნენ? რა შეიძლება მოიმოქმედოს სვანეთში ვინ წავა? რაჭაში ვინ წავა? აი რაჭა არის ყველაზე კარგი ხალხისგან დაკავშირებული იმ კუთხით რომ შეიძლება არც ემონი. ბიჭო რა არის ის სვანეთში გვარამია უნდა წავიდეს. გვარამიას შეუძლია რომ ბევრი ის აიტანოს. კი, ეს ონტოლოგიური ტვირთი თავის თავზე თვითონ აიყოს. არა, ხალხში გავიდნენ რა. ჩერგო ისევ ფოთში. ჩერგო ფოთში კი. ფოთში უყვართ. უყვართ, გამოსტერდებიან. და ახსოვთ. შეგუნდათ კიდე. კაი, კი ბატონო, წავიდეს, მაგრამ სად წავიდეს? კი ბატონო, აბა ლევან სანიკიძე გაუშვათ. არ მოხდეს აქ. იმიტომ რომ ეხლა ვინც არის ნაციონალურ მოძრაობაში, ყველაზე მძიმე დროს ცდილობს ამ პარტიის ფეხზე წამოყენებას და მე მაქვს აბსოლუტური რწმენა და აი მინდა რომ ჩვენ სამომრჩეველს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსაც მივმართო რომ მაინც დადგება ნაციონალური მოძრაობა იმ საფეხურზე და ისე იდგება ფეხზე როგორც ჭირდება ამ ქვეყანას და არა მხოლოდ ამ პარტიის წევრებს. და ეს პოლიტიკოს თუ არა აქვს რწმენა იზოვიაკი ამბობს ვიღაცა იზოვიაკი. მეუნება რომ ნერვიულობა საქართველოს გამო რომ ეს გახდება როგორც პოლიტიკური ტესტი, ვიზების შეჩერება. სასწრების შემთხვევა. გამოსცენ ამ შეჩერების მექანიზმი. ხო იცი რომელიც არის? ვიცი. გამოცადე დედაშე ევროკავშირის იზოვიაკს შემიმართო იზოვიაკს გადაუთარგმნიათ. დედაშენი გამოცადე საინტერესო შეჯიბრებებში. ვის უნდა გამოცადო, რა უნდა გამოსცადო? ჩვენ ნერვიულობთ რატო იცი? ხახი არ დავსაჯოთ, მაგრამ თუ ეს გაფრთხილებმა არ იმოქმედა, ანუ ხახი თუ არ გამოვარდაო და არ დაამხო ხელისუფლება, მაშინ ჩვენ ჩავთვლით, რომ და ესეც ჯერ მე ამას ვლაპარაკობდი რა, რომ რაც არ უნდა უნდოდეთ ევრობიუროკრატებს და ლიდერშიპს და მათ სატელიტებს, რომ ჩვენ გვესაუბრონ შემრიგებლური დისკურსით, მაინც გამოსდით აროგანტული ტონი. იმიტომ მასე გელაპარაკებია. მასე ფიქრობენ, ანუ მოფერებაც ეგეთი აქვთ. აი, წაიკითხე, უბრალოდ ეს შეხედე. ისინი ამას უიზო მიმოსვლას უყურებენ ცოტათი როგორც ქველმოქმედებას და რომ ყველას არ შეუძლია მოვიდეს ევროკავშირში ნებისმიერ დროს. ო, იმიტომ რომ ეს ხო 64-ია. არა, ეს არის ჩვენს ქველმოქმედება. ხო, რომ შემოგიშვით. მადლობა. მადლობა. რა არის? ჯესეთ მაშინ იმ მაჩვენებლებს მიყარაძლებთ ამ ქვეყანას, სადაც ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებლებია. დაუშვათ, ხო? და მე ვაფშე არ მინდა ისეთ ევროკავშირის ისეთ ქვეყანაში, ისეთ გეტოში მოხვედრა, რომლის არსებობაც აქ წარმოუდგენელია. კი ბატონო. აი პროსტა რომ ეხლა მოდი მინდა მან წასვლა. ძალიან მაგარი ქალაქები და ქვეყნები არის ევროკავშირში ტურისტულად. მაგრამ იქვე იმ ქალაქთან, ან იმ ქალაქში სადაც იმ ქალაქში კაცო არის საშინელი გეტო. და ცენტრიც ეგეთია. ცენტრი ხარეული არის. პარიზი ეგეთია. ბარსელონა, მილანი, რომი, პარიზი არის ქალაქები, სადაც 600-400 ევროზე ნაკლების მოპარვაზე აღარც სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და არაფერი და ვინ მოთulis მაგ ყოლმან კრიმინალს რომელსაც ეძახიან და გართმევენ ტელეფონ ჩანთას გარტუნეთ რომ იგი ის არ არის და გეტოებში რო გახვიდენ არ უნდა გახვიდე მაჩეტეებით დარბიან ხო არ ვიცი ხალხი რომელსაც არ იცი რა უნდა აი მას ვკითხავ ჩვენ ძმას ამერიკაში რა ხდება ნიუ-იორკში და ამერიკა ლაშაბუღაძე გავუშვით და დაასრულეთ გონიერება, ერთიანობა, თანმიმდევრულობა, რასაც დიდ ბოდის ვიხდი, მაგრამ რა თვითონ არიან ამ ასე ვთქვათ გართობით, ასე ვთქვათ დაკავებული ჩვენი ოპოზიციონერები ყოველთვის ვერიდები ხოლმე ციხეში მყოფი ადამიანების მინიმალურ კრიტიკასაც კი პოლიტპატიმრებს, მაგრამ აი ის რასაც თუნდაც იცი პრინციპში ენერგიის გახარჯვაც არ არის საჭირო, მაგრამ ძალიან სამწუხარო, როდესაც იმის მაგბრად დავინახო
დავინახოთ კოორდინირება, დავინახოთ ის თუ როგორი მნიშვნელოვანი რაღაც ხდება, თუნდაც გუშინ Facebook-ს რო გადავხედე, რამდენიმე ასე ვთქვათ ლიდერი იყო ოპოზიციიდან, რომელიც ამაზე იყო კონცენტრირებული, რუბიოს განცხადებაზე მაგალითად, უმეტესად ისევ ზოგიერთი დაკავებული იყო იმ საყვარელი თამაშით ერთმანეთის წკეპლა, ხო, მიმოწერა, მოდით აი ეს კომფორტული სივრცე. აი გავაჩეროთ, ეს არის არაფრის მაქნესი მოლაყვი ადამიანი. არა, ნუ დეგენერატია. დეგენერატია. ხვალ ჩავთავთ იმედია ჩვენ ძმას ნიუ-იორკიდან და ყველაფერი იქნება კარგად. ყველაფერი რომც არ ჩავთვით, მაინც კარგად იქნება, მაგრამ დავინახავთ რა ვიდეოს, სადაც ის ფაჩეს უნდა უთქვათ, რომ რამე ხეზე დადგეს, თორე ჩვეულებრივ კარებთან არ მიდა და კედელთან. იქ რო იყო იმასთან. სად? ნიცადან არ ჩაგ. კანიდან ხო ჩაგვეცო სადღაც. და ის ვენეციიდან გვერდებოდა ჩვეულებრივ ოთახი იყო. ფარდა და ფარდა რაღაც. კარგად. გენაცვალეთ თქვენ. კარგად მადლობა ყურადღებისთვის.